განათლება ცოტა საინტერესებს, მაგრამ განათლებაში მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. პროპაგანდისტული მანქანა ისე არის მომართული, რომ ჩვენი ყურადღება გადაიტანოს ისეთ საკითხებზე, რაზეც ხელისუფლებას ურჩევნია, რომ ჩვენი ყურადღება იყოს მიმართული, ხო? არც ერთი სფერო არ არსებობს, რომელიც არ იმართება ავტორიტარული ლოგიკით. განათლებაში ძალადობა, ხო, პრინციპში, რაც ხა ხდება, ავტორიტარული სახელმწიფო ცდილობს, რომ მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როდესაც თქმა აღარ ჭირდება, უკვე ადამიანებისთვის როგორ უნდა მოიქცნენ, იმისთვის რომ გადარჩენ, ანუ თუ თავად იციან. სულ ახლახან მიყვებოდნენ, რომ სკოლის დირექტორმა ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, მეორე სკოლის დირექტორმა გადაფხიკა ევროკავშირის ნაჩუქარ რაღაცა იმაზე აღჭურვილობაზე სტიკერები, სადაც იყო ევროკავშირის დახმარების შესახებ. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მასწავლებელს უჩიოდა რა, ანუ ითხოვდა მისგან რომ შეეწყვიტა ჰიმნის მოსმენინება ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ეს მასწავლებელი როგორც ჩანს საშიშად მიიჩნევს ჰიმნს. ხო, ანუ დირექტორის პერსპექტივიდან რომ ეს პატრიოტიზმი და წინააღმდეგობა გაიგივებული შეიძლება იყოს. ხო, როგორც აი კუჩაში რო ხედავთ, საქართველოს დროშით მოდის ადამიანი, ესე იგი თავის წინააღმდეგია, ხო, ეს რაღაცა ჩარჩო ჩამოყალიბდა და მარჩენების წინ მასწავლებლები ყვებოდნენ, რომ მაგალითად Facebook-ზე პროსამთავრობო რაღაცა ინფორმაციაზე იმისი რაღაცა ლაიქის დასმა არ არის საკმარისი, გული უნდა იმასთან დასვან, იმიტომ რომ თუ ამას არ გააკეთებენ, მე სკოლის დირექტორმა შეიძლება დაიბაროს და უთხრას, რომ ას უშვებით ახლა ხალხო ეს დავალება გვაქვს ესეთი. როცა თქვა სკოლის დირექტორმა იცის, რომ აი მეზობელ სკოლაში გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი და დანიშნეს სხვა, მხოლოდ იმიტომ რომ თანაუგრძნობდა ოპოზიციის რაღაცა აქციებს და იქ დაინახეს. მაშინ ხო დაფიქრდება იმაზე, თვითონ როგორ უნდა მოიქცეს და ბევრი ასეც იქცევა, რომ მასწავლებლებს ეუბნება, რომ მე კი თქვენკენ ვარ, მაგრამ არ დავღობოთ, ხო რა, ხო იცით, რომ ეხა ეს უნდა რაღაცა დრო გადავაგოროთ და აი დამთავრდება ეხა ეს რთული პერიოდიც და მე ისევ შეძლოთ ნორმალურ ურთიერთობას და მე მგონია რომ ვერ ხვდებიან, რომ ესე თუ გაგრძელდა მე რთულ პერიოდს გადაგორება არ უწევია და უფრო და უფრო რთული პერიოდი მოვა. იმ სისტემის ან ჯანჯიკები ხდებიან და მე იწყებენ თვითონ სხვების მართვას ისე როგორც სისტემას უნდა და მე სისტემა ეთქოს ჩვენ რა შუაში ვარ და ეს ხალხი თვითონ იგონებდა ამ წესებს. არასდროს არ გვითხოვს, ანუ ვინ დაავალა რომ ასე მოქცეულიყო. მათი მუშაობა სკოლებში არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ბავშვი ხო ხედავს როგორ იქცევა, როგორ გარდაიქმნება ნამდვილი ადამიანიდან რა ჯანჯიკად და ამ ჯანჯიკებთან ურთიერთობა სწავლებაში პირადი მაგალითია თან. ო, ანუ გამბედაობა, მარტო გამბედაობა კი არ უნდა ასწავლოს, ანუ თანამგზნობა უნდა ასწავლოს, სამოქალაქო აქტივობა უნდა ანახოს